მაშ ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანია ჩვენი სტუმარი. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესწრებთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ მორიგი კრიტიკული ანგარიში მომზადდა ევროპაში და მოდით გაცემის ეს ნაწილი ამით გავხსნათ. ამჯერად 1 აპრილს ევროსაბჭოს კონგრესი განიხილავს ჩვენს ქვეყანაში არსებული საკმაოდ რთული სიტუაციის შესახებ მომზადებულ დოკუმენტს. საუბარია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის მიერ საქართველოში სექტემბერში ფაქტების შესწავლის მიზნით განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტზე და ის სწორედ ამაზე მინდა პირველ რიგში ვისაუბროთ. რა მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება იყოს მორიგი ანგარიში იმ ფონზე, როცა მას არც ისე მაღალი ფასის მატარებლად მიიჩნევენ თავად ქართულ ოცნებაში და ჯამში როგორ ცვლის და საერთოდ რამდენად ცვლის ხელისუფლების ქართული ოცნების პოლიტიკურ მდგომარეობას ბოლო წელიწადნახევარში მიღებული ამდენი კრიტიკული რეზოლუცია და საერთაშორისო დოკუმენტი. რა თქმა უნდა, ევროსაბჭო არის ფუნდამენტური ორგანიზაცია ევროპაში ადამიანის უფლებების კონტექსტში და ჩვენი ქვეყნის წევრობა არის ევროინტეგრაციისკენ, მათ შორის გადადგმული პირველი ნაბიჯი ისტორიული სიტყვებით ზურაბ-ჟვანიას მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. აი ამ კონცეფტში ჯდება, რომ ჩვენ ერთიან ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით, ასევე შევთანხმდით იმ ვალდებულებებზე, იმ პასუხისმგებლობაზე და ნორმებზე, რაც ევროპულ კონტინენტზე არსებობს. და სამწუხარო არის, რა თქმა უნდა, რომ დღეს განვიხილებით ყველაზე რთულ სწორედ ქვეყანად აი ამ ორგანიზაციის ფარგლებში ქართული ოცნების ქმედებების შედეგად. ეს ანგარიში, ისევე როგორც რიგი სხვა ანგარიშები, იგივე EUTHOS ბოლოდროინდელი მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ანგარიში, არის საგანგაშო ნაბიჯები საქართველოს ერთი მხრივ დემოკრატიული უკუსლის, როგორც მას უწოდებენ, მაგრამ ჩვენ ამას ნამდვილად დავარქმევთ ავტორიტარიზმის დამკვიდრების და დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულად, ესე იგი, დანგრევის მცდელობა ქვეყანაში და მეორე მხრივ ეს ნამდვილად არის საქართველოს იზოლაციური საგარეო პოლიტიკისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი. ქართულ ოცნებას აშკარა არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო სისტემის, რომლის ნაწილი ვარ და ამ ნაწილად ყოფნის შედეგად ძალიან სერიოზული ბენეფიტებიც გაგვაჩნია, მათ შორის ის, რომ მარტო არ ვართ დარჩენილი მაგალითად რუსეთთან და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა ამ მიმართულებით. ახლა ქართული ოცნების პოლიტიკა არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ვიყოთ სწორედ მარტო დარჩენილი და მთლიანად საერთაშორისო სისტემა თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მტრად არის აღქმული გეგონება ამ სისტემის ჩამოყალიბება არ ყოფილიყო თავის დროზე იმისკენ მიმართული ნაბიჯები, რომ სოფლიო გახდეს უფრო ცივილიზებული, უფრო მშვიდობიანი, უფრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული. მით უმეტეს ეს მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნებისთვის და ჩვენ როგორც პატარა ქვეყანა, ალექსანდრე რონდელი თავის წიგნში მათ შორის პატარა ქვეყნების პოლიტიკაზე წერს ასეთ რამეს, რომელიც სულის ჩამდგმელი არის ხო ჩვენი საგარეო პოლიტიკის, რომ პატარა ქვეყნებს განსაკუთრებით მშვიდობის მოგესალმებით ამ დღევანდელ მსოფლიოში თუ ისინი არ არიან ამ საერთაშორისო სისტემის თანასწორი ნაწილი და არ სარგებლობენ ამ სისტემის შედეგად. ბატონ გიორგი, რაც შეეხება იმ კითხვის მეორე ნაწილს, რომელიც მე დაგისვით, ახლა თქვენ კი თქვით, რომ ეს ანგარიში ისე როგორც აქამდე მომზადებული სხვა ანგარიშები საგანგაშოა, თუმცა აი რა გავლენას ახდენს და რამდენად ასუსტებს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ მდგომარეობას, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ქართული ოცნების წევრთა განცხადებით, აი ამ კრიტიკულ რეზოლუციებს თაროზე ალაგებენ, ან პირდაპირ ნაგავში უშვებენ და ჩვენ ამ თვალსაზრისით მმართველი პარტიის წარმომადგენლის არაერთი განცხადება მოგვისმენია. აი რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს, აი ამ კრიტიკულ საერთაშორისო დოკუმენტებს მმართველ პარტიაზე, მაშინ, როდესაც მმართველი პარტია არც ერთ მოწოდებას და რეკომენდაციას ყურად არ იღებს. ის დამოკიდებულია იმაზე, სწორედ რა ტიპის სენსიტიურობა გააჩნია ხელისუფლებას ამ საკითხების მიმართ. მაგალითად, რუსეთისთვის ან ბელარუსისთვის სულაც არ არსებობს ასეთი სენსიტიურობა და მათთვის ევროსაბჭოს დატოვებასაც არ ქონია პრობლემები. პირიქით, გვახსოვს, რომ რუსეთში ამას საკმაოდ პოზიტიურად აფასებდნენ, იმიტომ რომ მართვის სისტემა არის ასეთი მოწყობილი. დღეს აშკარად ხედავთ ქართული ოცნების მიერ მსგავსი პოლიტიკის წარმოების სურვილს, სრულ იზოლაციას, რომლის შედეგადაც საერთაშორისო ასეთი დასკვნები, ასე ვთქვათ, მათ შორის ანგარიშები, გადაწყვეტილებებიც კი
მათთვის ხდება არასენსიტიური და მათი ძალაუფლება ეფუძნება მხოლოდ შიდა ესე იგი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და ავტორიტარული რეჟიმის მოწყობაზე, სადაც პოლიტიკური კონკურენცია არის შეზღუდული ერთი მხრივ, სიტყვის თავისუფლება იზღუდება მეორე მხრივ და შესაბამისად ავტორიტარიზმის პირობებში რეჟიმის ცვლილება, ხელისუფლების ცვლილება თუნდაც ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან რთული პროცესი. ამის მაგალითია თუნდაც ბელარუსი. ბელარუსში, როგორც გვახსოვს ყველას, ძალიან აქტიურად იბრძოდა ხალხი დემოკრატიული მომავლისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ლუკაშენკოს რეჟიმმა რუსეთის დახმარებით იქ დაამკვიდრა სრული დიქტატურა. სწორედ ამიტომ საფრთხე არის რეალური იმ მხრივ, რომ ქართულმა ოცნებამ ერთი მხრივ ამის შედეგად შეიძლება საკუთარი ინტერესები დააკმაყოფილოს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ მეორე მხრივ ამით გახდის საქართველოს ძალიან მოწყლად, რადგანაც დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ერთ-ერთზე დარჩენილი რუსეთთან ჩვენ გაგვხდის არამხოლოდ რუსეთის გავლენის სფერო, არამედ სხვადასხვა ქვეყნის და ჩვენ ხედავთ ხო საჯარო დისკურსიც იყო იმაზე თუნდაც რომ ირანის გავლენები არის გაზრდილი, ჩინეთის გავლენები არის გაზრდილი, ეს არის ბუნებრივი თანხლები პროცესი, ვაკუუმი ცარიელი არ რჩება, ეს პოლიტიკური გაგებით, როცა აქედან გადის დასავლეთი, აქ შემოვა კიდევ უფრო ავტორიტარული სისტემები, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე პრობლემის მომტანი იქნება. ბატონ გიორგი, მინდა ვიკითხო ისიც საბოლოოდ წყდება საქართველოს ბედი, ანუ წყდება უცხოეთში და სწორია უფრო მეტად უცხოეთზე სწორება, ვიდრე ვთქვათ პროტესტის გააქტიურებაზე ქვეყნის შიგნით თუ არ არის გათვლის მაინდა-მაინც და განსაკუთრებით უცხოეთზე გაკეთება მაინდა-მაინც ესე ვთქვათ გამართლებული და სწორი. არის როგორც რიგი ანალიტიკოსის, ისე რიგი პოლიტიკოსის პოზიცია, რომ არ შეიძლება ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურ ბრძოლაში უცხოელების იმედად ყოფნა, უბრალოდ მხოლოდ უცხოელების იმედად ყოფნა, რომ უცხოეთს მაქსიმუმ ისე გაკეთებაც შეუძლია, ეს არის ვთქვათ პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული პირების გათავისუფლების ხელშეწყობა. თქვენ რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, სად წყდება საბოლოოდ საქართველოს ბედი, უცხოეთში თუ საქართველოში და თუ კი საქართველოში, არც მაშინ გითხარით, აქ რა ნაბიჯები უნდა ითმებოდეს, როგორც ოპოზიციური სპექტრის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და საპროტესტო მომართული მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან. საქართველოს ბედი უნდა წყდებოდეს თბილისში და ჩვენი მოქალაქეების მიერ. მთელი პრობლემა იმაში არის, რომ დღეს არის პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოების დიდ ნაწილში შთაბეჭდილება, რომ ეს ბედი არ წყდება თბილისში და წყდება მოსკოვში. პრობლემა გამომდინარეობს აქედან და თანასწორი ნიშნის დაყენება რუსეთთან და დასავლეთთან კონტექსტში და თქმა რომ ორივე არის უცხოეთი, არის რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელი ქართული ოცნების ამ პოლიტიკის მიმართულებით. დასავლეთი არიან ჩვენი პარტნიორები. სტრატეგიული მათ შორის და ჩვენი მოკავშირეები იმ გაგებით რომ ჩვენი სურვილი არის გაწევრიანება ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროკავშირში და ეს არ არის მათი ინიციატივა ცხადია. მეორე მომენტი არის რომ ჩვენ ქვეყანაში ამ პროცესების გადაწყვეტას ნამდვილად ნახეთ ქართული ოცნების პოლიტიკა ის იყო რომ გარე ძალების ჩარევა, გარე ფინანსური ჩარევა არის საფრთხის შემცველიო. აქ კონტექსტი არის მნიშვნელოვანი. მაგ ლოგიკით ბიძინა ივანიშვილი არის გარე ძალა, რომელიც რუსეთიდან ნაშოვნი ფულით საქართველოში პოლიტიკა აწარმოა. შესაბამისად კითხვები ჩდება სწორედ ამ კონტექსტში, მაშინ თუ ისინი გულისხმობენ რომ შიდა მხოლოდ პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობს, მაშინ ზეწოლა ბიზნესზე, ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე აქრობს შესაძლებლობას, რომ შიდა ქვეყანაში იყოს კონკურენტული გარემო. და მაშინ გამოდის, რომ თვითონ მათი წყაროებიც, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როგორც ახსენე, შიდა არ იყო, მაშინ გამოდის, რომ საქართველოში მათ უნდათ ისეთი გარემო შექმნა, სადაც შიგნიდან ვერ შეიქმნება ასეთი პოლიტიკური პლატფორმები, ძალები და მათი გადაწყვეტები ხო მაგითკენ არის მიმართული რეალურად, რომ ყველანაირ პოლიტიკურ ინიციატივას ხელი შეუშალონ. მათ შორის, როცა ოპოზიციას უწოდებენ ჭყალებში რადიკალურ ოპოზიციას. მაშინ, როდესაც პრაქტიკულად გააქრეს ოპოზიციური სპექტრი და ხელს უშლიან ნებისმიერი პოლიტიკური დიალოგისთვის. ძალიან პრინციპულ და ფუნდამენტურ საკითხებზე და ამის ნაცვლად ჩაანაცვლეს პოლიტიკური სფერო საკუთარი სატელიტი პარტიებით. ჩვენ ხო ხედავთ ახლა რომ ქართული ოცნების ზოგიერთ ნარატივს, მაგალითად, რომელიც საკმაოდ მოსწონთ მოსკოვში, ამჟღავნებს არამხოლოდ ქართული ოცნება და არც ისე ქართული ოცნება, როგორც ზოგიერთი სხვა პოლიტიკური სატელიტური პარტია, მათ შორის პარლამენტის შიგნით იქნება თუ ეს პარლამენტის გარეთ. შესაბამისად, ეს არის მცდელობა საქართველოში ყალბი პოლიტიკური ოპოზიციის შექმნის და რეალურად პოლიტიკური ველის დამორჩილების და კიდევ ერთხელ თუ გადავხედავთ რუსეთს, ზუსტად ეს არის, რუსეთში არც არის ოპოზიცია, ვინც კი არის ოპოზიცია,
ჟირინოვსკი თავის დროზე და ასე შემდეგ. იგულისხმება, რომ ეს არის რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფი ოპოზიცია და შესაბამისად ქართულ ოცნებას ქვეყანა მიყავს ავტორიტარიზმისკენ. გამოსავალი ერთადერთი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამოფხიზლება. საბჭოთა კავშირის დამარცხებაც კი გარეთ ძალების მხარდაჭერაზე კი არ იდგა საქართველოში. არამედ იდგა ქართველი ხალხის ბრძოლაზე. ბატონ გიორგი, ჩვენ ინტერვიუს მსვლელობისას გარკვეულწილად ვისაუბრეთ ქართული ოცნების ურთიერთობაზე ბრიუსელთან, ევროპასთან, გამომდინარე იმ კრიტიკული ანგარიშებისა და რეზოლუციების კონტექსტში, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მომზადებულა. ახლა კი მინდა რომ ცოტა დრო დავუთმოთ ქართული ოცნების ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, მით უფრო რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელია ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული 2 დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში იმყოფება სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეული, ვიზიტის ფარგლებში სამწუხებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები და შესაძლოა შედგა კიდეც ეს შეხვედრები. ყოველ შემთხვევაში მედიამ ჯერჯერობით ამის შესახებ არ იცის, მთავრობის კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ის ჩასული იყო ფოთში და დაგეგმილია ეწვიოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსაც. აი რა სიტყვით, რამდენიმე თვეა გარკვეულ დონეზე შეხვედრების სახით გარკვეული ძვრები შეინიშნება ქართულ ოცნებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში. ამას რა გაგრძელება შეიძლება გქონდეს და რამდენად უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ახლა არ იყოს სწრაფი ტემპი, მაგრამ აი ნელ-ნელა უფრო მაღალი დონის პოლიტიკურ კომუნიკაციამდე მივიდეს ეს ურთიერთობები. ცდილობები ქართული ოცნების მხრიდან რომ ძალიან მკაფიოა, რომ ვაშინგტონთან გარკვეულ გადატვირთვას მიაღწიონ, ეს აშკარა არის. თუმცა ვაშინგტონის ყურადღებაც ამ რეგიონის მიმართ საერთოდ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილად არ დაკლებულა თავისი შინაარსით, კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან არის შემცირებული. მე პოზიტიურად ვაფასებ იმას, რომ ჩვენ ვრჩებით როგორც ქვეყანა ვაშინგტონის დღის წესრიგში და მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა დღეს პრეს-რელიზი, რომ მინისტრის მოადგილემ ამერიკელ სტუმარს ანაკლის ღრმაწკლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო, ადგილზე იყვნენ ჩასულნი, ისე როგორც საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც და ეკონომიკის სამინისტრო ხაზს უსვამს როგორც ანაკლის ღრმაწკლოვანი ნავსადგურის, ისე რკინიგზის პროექტის კრიტიკულ როლს აი მშვადერებნის პროექტში. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საფუძველს მოკლებულია განცხადებები იმის თაობაზე, რომ აი ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური როლია სატრანზიტო მარშრუტების თვალსაზრისით ქართული ოცნების პოლიტიკის გათვალისწინებით ფუნქციას კარგავს. ეს როლი ზოგადად ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენ ხედავთ ტრიპის პროექტის განვითარებას რეგიონში, პირდაპირ თურქეთს, სომხეთ, აზერბაიჯანის მიმართულებით და თუ საქართველო არ დარჩება შეერთებულ შტატების ინტერესის სფეროში, მაშინ ნელ-ნელა გადაინაცვლებს იქეთ და დაკარგავს საქართველო ამ საკუთარ როლს. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, ესეც მათ შორის გზავნილი არის საქართველოს მიმართ, რომ მზად არიან ამერიკელები ისევ დაინტერესდნენ საქართველოთი. მე ზუსტად გეტყვით, რომ ინტერესი აქვთ, რომ ტრიპის პროექტში ჩართონ საქართველოც, მაგრამ ეს დამოკიდებულია ქართულ მხარეზე. აი რა უნდა გააკეთოს ქართულ მხარეზე? კი ბატონო. ეს კონკრეტულად რა ნაბიჯებზე და ქმედებებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში თუნდაც ანაკლის სპორტის შემთხვევაში იქ როცა ვიზიტი არის დაგეგმილი, გვახსოვს იგივე ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თავის დროზე პომპეოს განცხადება, რომ ეს სპორტი არ უნდა იყოს ჩინელებთან ერთად, ჩინელები თქვენი ნამდვილი მეგობრები პოლიტიკური გაგებით არ არიან და შეერთებული შტატები არის თქვენი ნამდვილი მეგობარი. ეს იყო მათი გზავნილი. შესაბამისად, ქართული ოცნების გადასაწყვეტი აქ სწორედ ის არის, ამას ჩინეთის და მაშადზადამე რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევს, თუ შეერთებული შტატების გასაგებია, რომ პატარა ქვეყნებს არ გააჩნიათ სრული სუვერენულობის განცდა, რომ 100%-იანად თვითონ აკონტროლონ ყველა ეს პროცესი და შესაბამისად ეს სუვერენიტეტზე ხაზგასმა ოცნების მხრიდან არა უადგილო არის. ხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ანაკლის პორტის პროექტს ჩინური ინვესტიცია ჩამოშორდეს და ამ ამბავში შემოვიდეს ისევ ამერიკული მხარე? ეს უნდა იყოს უკვე შეთანხმების ნაწილი. სავარაუდოდ ამერიკელების შემოთავაზება სწორედ ეს არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასევე მოიცავს რიგ კიდევ პროცესს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ძალიან აწყობს და
დაახლოებით მაგალითად ზოგიერთი ჩვენი მეზობლის ან ფართო რეგიონის მსგავსად ისეთი ავტორიტარული სისტემა შექმნა, სადაც ერთადერთი ესე იგი პოლიტიკური ძალა იქნება და ალტერნატივა აღარ იქნება. შეერთებული შტატებისთვის ჩვენსადმი დამოკიდებულება და ზოგიერთი სხვა ქვეყნისადმი დამოკიდებულება ხარისხიანად არის განსხვავებული, იმიტომ რომ საქართველოში მათ ინვესტიცია ჩადეს მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და ჩვენი საზოგადოებაც არის დემოკრატიული. სწორედ აქ არის რომ ქართველი ადამიანის და საქართველოს მოქალაქის პოზიცია არის საჭირო, რომ ჩვენ კი არ ვთანხმდებით უბრალოდ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, როგორც ინფრასტრუქტურა. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ფასეულობების მიმართულებით გვაქვს თანხwebdriver, რომელიც უნდა გადაიზარდოს უკვე შესაბამისად სტრატეგიულ მოკავშირეობაში. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. გიორგი ტუმასიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს 9:30-ზე უკვე თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მხოლოდ დროებით გამშვიდობებით.